ბიზნესის ზრდა განვითარებისთვის კომპანიების არსენალში წარმოდგენილი ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი ტექნოლოგიური ინსტრუმენტი სწორად შერჩეული და ეფექტიანად დანერგილი ERP სისტემაა. ამ ტიპის პლატფორმა კომპანიას საშუალებას აძლევს ძირითადი პროცესები ერთ სისტემაში გაერთიანოს და გადაწყვეტილებები რეალურ დროში, სანდო მონაცემებზე დაყრდნობით მიიღოს. თუმცა იმისთვის, რომ ERP სისტემა კომპანიის სტრატეგიულ უპირატესობად იქცეს, შერჩევის და დანერგვის პროცესში მენეჯმენტმა უნდა გაითვალისწინოს რამდენიმე კრიტიკული საკითხი. ERP სისტემის ინტეგრაციის წარმატება ბიზნესის მოთხოვნების სწორი შეფასებით იწყება. სანამ გადაწყვეტთ თუ რომელ სისტემას აარჩევთ და ვინ იქნება თქვენი დეველოპერული პარტნიორი, პირველ რიგში უნდა გაანალიზოთ თქვენი კომპანიის მოთხოვნები. განიხილეთ, როგორ მუშაობს თქვენი ორგანიზაცია დღეს. რა პროცესებია ყველაზე მნიშვნელოვანი, სად არის დაბალი ეფექტიანობა ან გაუმჭირვალობა და რომელი პროცესები საჭიროებს ავტომატიზაციას. ყველასთვის იდეალური სისტემა არ არსებობს, მაგრამ არსებობს თქვენზე მაქსიმალურად მორგებული სისტემა და ფუნქციონალი, რომელიც შეიძლება ინდივიდუალურად შეიქმნას. ERP სისტემის დანერგვა კომპანიის მხრიდან ხარჯების გაღებას მოითხოვს. ეს ინვესტიცია მოიცავს არა მხოლოდ ლიცენზიის ან სისტემის შეძენის საფასურს, არამედ მთელ რიგ თანმდევ სერვისებსაც, მათ შორის კონფიგურაციას, დანერგვას, უნიკალური მოდულების შექმნას, პერსონალის გადამზადებას, მონაცემთა მიგრაციას, მუდმივი ტექნიკური მხარდაჭერის უზრუნველყოფას და პერიოდულ განახლებას. ხშირად კომპანიები ფინანსების არასწორი გათვლის და გაუთვალისწინებელი ხარჯების გამო ბიუჯეტს მიღმარჯვებიან და პროექტს ვერ ასრულებენ. ან ERP სისტემას სანახევროდ ნერგავენ. შესაბამისად აუცილებელი არა მხოლოდ საწყისი ინვესტიციის გათვალისწინება, არამედ მთელი რიგი პროექტების სიცოცხლის ციკლის ხარჯების გადათვლა. ბაზარზე მრავალი ERP სისტემაა წარმოდგენილი, ზოგიერთის ფუნქციონალი ჩაკეტილი და წინასწარ განსაზღვრულია, ზოგი კი მაქსიმალურ მოქნილობას და პერსონალიზაციას გვთავაზობს. სწორი არჩევანის გასაკეთებლად უნდა შეაფასოთ, რამდენად მარტივად ერგება კონკრეტული სისტემა თქვენი ბიზნესის სპეციფიკას, არსებული პროცესების ლოგიკას და სამმალო ზრდის გეგმებს. მაგალითად, თუ თქვენი კომპანია გაფართოებას, ფილიალების გახსნას ან ახალი ბიზნეს მოდელის დამატებას გეგმავს, სისტემამ უნდა შეძლოს მასშტაბირება. მართალია თავად ERP პლატფორმის სწორად შერჩევა აუცილებელია, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია იმ ტექნიკური გუნდის შერჩევა, ვინც ამ სისტემის დანერგვას გაუძღვება. არასწორად დანერგილმა სისტემამ შეიძლება არათუ სარგებელი არ მოუტანოს კომპანიას, არამედ დააზიანოს ბიზნესის ოპერაციული სტრუქტურა. სწორედ ამიტომ სანდო, გამოცდილ და სერტიფიცირებულ პარტნიორთან თანამშრომლობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია როგორც პროექტის წარმატებისთვის, ასევე ხარჯების ოპტიმიზაციისთვის. ERP სისტემის დანერგვა არ ნიშნავს კომპანიაში მხოლოდ პროგრამული უზრუნველყოფის ინტეგრირებას. ის მოიცავს ორგანიზაციულ ცვლილებას, რომელიც ყველა თანამშრომელს ეხება. შესაბამისად, უმნიშვნელოვანესია სწორად დაგეგმოთ ცვლილებების მართვის სტრატეგია. გადამზადოთ გუნდი, ჩართოთ ისინი პროცესში, მიაწოდოთ საჭირო ინფორმაცია და შეცვალოთ სამუშაო კულტურა. ERP სისტემის ეფექტიანი გამოყენება მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენად კომფორტულად გრძნობენ თავს თანამშრომლები ახალ სამუშაო გარემოში. საერთო ჯამში ERP სისტემის შერჩევა და დანერგვა არ არის მხოლოდ ტექნოლოგიური გადაწყვეტილება. რეალურად ეს არის ბიზნესის განვითარების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი. თუ გსურთ, რომ ERP სისტემის შერჩევის პროცესში სწორი გადაწყვეტილება მიიღოთ და თქვენი ბიზნესის ტრანსფორმაცია წარმატებული იყოს, მაშინ Proxima Solutions-ის გუნდს უნდა მიმართოთ, რომლის გამოცდილება, ინდივიდუალური მიდგომა და პროფესიონალიზმი არის მთავარი მიზეზი იმისა, თუ რატომ ირჩევენ უმსხვილესი ქართული საერთაშორისო კომპანიები მას ტექნოლოგიურ პარტნიორად.